ნაციონალური მოძრაობის ორ ფრთას შორის დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ერთ-ერთი წევრის ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ბოკერია ბაქრაძე უგულავას გუნდის წარმომადგენლები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ. რა განცხადებები გაკეთა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, დაწვრილებით სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის ახლა. სალომე, გისმენთ. როგორც ზაზა ბიბილაშვილი განმარტავს, პარტიის მმართველობის სათავეებში არსებული მცირერიცხოვანი ჯგუფი ხვალ დილის 11 საათზე ნიკა მელიას იბარებს შეხვედრაზე, სწორედ იმისათვის, რომ მას დაატოვებინონ დაკავებული საპარლამენტო თანამდებობა. როგორც ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, ეს დაპირისპირებული ჯგუფის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანს და თანაპარტიელს გაუსწორდნენ განსხვავებული მოსაზრებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტია პარლამენტში წარმოდგენილი არის 27 დეპუტატითა და 2 ფრაქციით, აქედან ერთად ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქციას, რომელშიც 27-დან 21 დეპუტატი არის გაერთიანებული, თავმჯდომარეობს სწორედ ნიკა მელია. უკვე საპარლამენტო სიების კორექტირების შემდგომ ნაციონალური მოძრაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებად მიიჩნევიან, ამბობენ, რომ უკვე ნიკა მელიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არის სწორედ ანგარიშტორების ერთ-ერთი ფორმა. რაც შეეხება უკვე არსებულ დაპირისპირებას და იმას, რამდენად არსებობს შანსები იმისა, რომ დაპირისპირებულ ფრთებს შორის შედგეს მოლაპარაკება, ამ შანსებზე გასული 2 დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად საუბრობდა დედაქალაქის ყოფილი მერი, რომელმაც 2 დღის წინ დატოვა სწორედ საშილახსრულების დაწესებულება. იგი უგულავა ამბობდა, რომ ყველანაირი შანსი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ დაპირისპირებულ ფლანგებს შორის შედგეს მოლაპარაკება. დედაქალაქის ყოფილმა მერმა დაპირისპირებულ ფლანგებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ტაიმ-აუტის აღებაც სთხოვა, თუმცა უკვე მეორე ჯგუფის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში გულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებად მიიჩნევიან და მხარს უჭერენ მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებას, ამ შანსებს ვერ ხედავენ. ახლა უკვე ეს ჯგუფი, იგივე ჯგუფი იწვევს ნიკა მელიას, რომელიც არის ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, იწვევს მას წერილობითი ფორმით, 5 ხელმოწერით და ხვალ 11 საათზე დიდი ალბათობით გეგმავს მის გადაყენებას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემა არის და ეს ადამიანები იცლიან სწორედ ამისთვის. ტაიმ-აუტის თხოვნა ვნახეთ, თუმცა ჩვენ როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ამავე ტაიმ-აუტის ფონზე მიმდინარეობს აი ეს ქმედებები, ანუ გარიცხვა ჩვენი თანამებრძოლებისა პარტიის სიიდან, ასევე ნიკა მელიას დაბარება წერილობით ფრაქციის ხდომაზე რაღაც ამხანაგური სასამართლოს მოსაწყობად. თავად გიგი უგულავა წარმოადგენს უკვე იმ ჯგუფს, რომელმაც მთელი ეს რიგი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ პარტია რეალურად ჩიხში შესულიყო. გიგი უგულავა წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს პარტიაში მხარდაჭერა და რომელმაც თავისი თანაპარტიელები ამორიცხასიიდან და რომელიც ნიკა მელიას ორშაბათს უპირებს ფრაქციიდან გარიცხვას. ამიტომ ცხადია, ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მე განსაკუთრებულად დიდ შანსებს ვერ ვხედავ იმისა, რომ რაიმე სახის მოლაპარაკება ამ ფორმატში შედგეს. უპირებენ თუ არა ნიკა მელიას ფრაქციიდან გარიცხვას და თანამდებობიდან გადაყენებას, თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას, ჩვენ განმარტებისთვის ვცადეთ დავკავშირებოდით ნაციონალური მოძრაობის მეორე ჯგუფს, თუმცა ჯერჯერობით მათი განმარტებები არ მოგვისმენია. მივიღეთ პირობა, რომ განმარტებები ამ თემაზე უკვე მოგვიანებით გაკეთდება, რაც შეეხება პარტიაში არსებულ დაპირისპირებას, საჯარო ფორმა და სახე. ამ დაპირისპირებამ რამდენიმე თვის წინ მიიღო, ყოველ შემთხვევაში, მაშინ როდესაც უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დღის წესრიგში დადგა პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი, აი სწორედ მაშინ გამოვიდა, ასე ვთქვათ, საჯარო სივრცეში პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა და მას შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა, რომ პარტიის მოქმედი წევრებისგან ურთიერთ ბრალდებებს ვისმენთ. მადლობა სალომე, ეს სალომე ქოქიაშვილი იყო.